სალამი ყველას, გიბრუნდებით ახალი გახსნილი სერვისიდან, ჩამოვიდა მორიგი ავტომობილი, წინა ცხვირის დაზიანებით, ეს არის Audi A4 B9 ძარაში, S-Line მოდელი 2018 წლის. მანქანა ვიყიდეთ საკმაოდ კარგ ფასად, სულ რაღაც $800 ამერიკის აუქციონზე. დაზიანება აქვს წინა მხარეს, რომელიც მე მგონი ჩანს ამ ვიდეოში. ვნახოთ რა როგორ წავა აღდგენის პროცესი. იმისთვის რომ ხელოსანმა დაიწყოს სათუნუქის სამუშაოები, საჭიროა ძრავის ამოტანა სრულიად, რომ იყოს სივრცე, გასასწორებლად, რამზად. განვათავისუფლეთ ძრავი ბალიშებისგან, ჩაიხსნა აგრეგატი, რაც სალონში შედის, გაგრილების მილი იგულისხმება და პრავოდკა. დარჩა სულ ცოტა იმისთვის, რომ განთავისუფლდეს წინა მხარე. ძრავს აქვს მცირე დაზიანებები, კონკრეტულად ქვედა კარტერები, ზეთის კარტერები ითხოვს შეცვლას და წინა ხუფი. სხვა მხრივ ძრავი გამოიყურება იდეალურად. როცა დაიშლება ქვედა ნაწილი, ვნახავთ კიდე დამატებით წვრილმანებს თუ რამე არის. მოკლედ ძრავი დავაყენეთ სტენდზე და მიმდინარეობს დაზიანებული აგრეგატების შეცვლა, როგორც ჩანს, ეს არის ქვედა კარტერი პლასმასის და ზედა ალუმინის. აგრეთვე წინა ხუფი, ხუფს აქვს მცირე დაზიანება. ყველა დეტალი ნაშოვნია ადგილზე გვაქვს და ვეცდებით უახლოეს პერიოდში ამის შეცვლას. როგორც ამ მანქანაზე კაფაში გადამოწდა ისტორიები, ჰქონდა რეგულარული მოვლა, ზეთის შეცვლა, ხშირად და თვითონ ძრავის მდგომარეობაზეც ეტყობა, რომ ძრავი ნამდვილად გაყოლებაშია. ეგრე გამოიყურება წინა ლანჟერონები. ვფიქრობ, რომ მარცხენა ლანჟერონი გასწორდება, ხოლო რაც შეეხება მარჯვენას, ალბათ მოითხოვს შეცვლას. მაგას უკვე ჩვენი ძმა ხელოსანი გადაწყვიტავს. მანუალზე მაქვს ანახავი ძრავის კარტერის თორკ სპეცები, ნიუტონ-მეტრით, რომ გადაეჭიმოს ბოლტებს ზუსტი ნომინალით. ამისთვის ვიყენებ კატალოგს, სადაც დეტალურად არის აღწერილი ძრავის აგრეგატში რა სპეცებით გადაეჭიმოს. ძრავი მოტოციკლდა, რასაც ქვია და მზად არის საექსპლუატაციოდ.
მოკლედ ამ ეტაპზე დაგამშვიდობებით და ვეცდები შემდეგი აღდგენის პროცესით შემოგთავაზოთ შეძლების დაგვარად. აბა შეხვედრამდე.